თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება დოკუმენტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. 6 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მოკლების დროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა კომისიამ რამდენიმე ათასი სამხედრო პირი გამოკითხა. წინასწარი ინფორმაციით შიდა უწყებრივი კვლევის შედეგად მომზადებული დასკვნა ომის დროს დაშვებული შეცდომების ანალიზზე იქნება ორიენტირებული. თუმცა ჯერ გამოუქვეყნებელი დოკუმენტის სხვა მიზნებზე საუბრობენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ვარაუდ სამხედრო ექსპერტთა ერთი ნაწილიც იზიარებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების კვლევა თავდაცვის სამინისტრომ 6 წლის თავზე ჩაატარა და დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გასაჯაროება სრულად არ იგეგმება, თუმცა გარკვეული ნაწილი ამ თვის ბოლოს უნდა გამختارიყო საზოგადოებისთვის ცნობილი. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით ამ ვადამაც 2 თვით არჩევნების დასრულებამდე გადაიწია, თუმცა დოკუმენტის შესახებ მოკლე განმარტებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები აკეთებენ. ეს არის ელემენტარული პროცედურა, რომელსაც ატარებს ნებისმიერი შეერაღებული ძალები, არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, არამედ ელემენტარული ვარჯიშების შემდგომაც კი. ამ კვლევის შედეგები არის, რომ სამხედრო ხარვეზების გამოვლინება და უკეთესი დაგეგმარებისთვის, როგორც სტრატეგიული, ასე ტაქტიკური დაგეგმარებისთვის შეერაღებული ძალების მომზადება. თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოკვლევა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ეხებოდა და კონკრეტულ მაღალჩინოსანთა ბრალეულობის გამოკვეთაზე აქცენტი გაკეთებული არ იყო. თუმცა სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შედეგების ანალიზის დროს შესაძლოა გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დადგეს. გამოკითხვის ძირითადად ორი პრინციპით ხორციელდებოდა უშუალოდ გამოკითხვა ამ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე სამხედრო პირების და ასევე მათთვის სპეციალურ კითხვარის გაგზავნა. აი მე ამ ანალიზში თუ გამოიკვეთა ვინმე სისხლის სამართლის დანაშაული, ეთქობა მე შევალება აღიძრეს მას მიმართ საქმე. საუბარია სუფთა პროფესიულ შენიშვნებზე, თავარი და არსებითი არ იქნება ამ კომისიის მუშაობის შედეგს. ეს არის დადგენა 2008 წლის მოვლენების დანაშაულებების არ მოხდება შემდგომ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტების მიმართ გამოძიების გაგრძელება. საპარლამენტო უმცირესობაში შიშობენ, რომ საომარი მოქმედებების კვლევის დოკუმენტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ხელისუფლებაში არის გარკვეული ასთა სხვადასხვაობა, თუ თავდაცვის მინისტრი აპელირებს პირდაპირ ჯარის საჭიროებებზე, სხვა მისი თანაგუნდელები საუბრობენ სწორედაც სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე სხვადასხვა პირების მიმართ. ფაქტურად ჩვენ მოვითხოვეთ არა მარტო მოკვლევას, სადაც დღეს თავდაცვის სამინისტრო აკეთებს, არამედ გამოძიება სისხლის სამართლებრივი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები თავის დროზე დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოიძია, რომელმაც 22 თანამდებობის პირი დაკითხა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც. კომისიის თავმჯდომარე პაატე დავითაია იხსენებს, რომ დარღვევების დადგენის გარდა მაშინ კომისიამ 5 საქმე გენერალურ პროკურატურასაც გადასცა გამოსაძიებლად, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელმაც შეისწავლა პოლიტიკური ასპექტები კონფლიქტის და თუ რა მოხდა. ეს საკითხები ასახა თავის დათქმაში და გადააგზავნა გამოსაძიებლად პროკურატურაში, მაგალითად იგივე გენერალური შტაბის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, რომ პრობლემები ჰქონდა კავშირგამოვლობის სისტემას და სხვა რაღაცეები. რეკომენდაციებში არის ის, რომ შესწავლილი იქნას ის ხარვეზები, რაც იყო თავდაცვის სამინისტროში, რასაც აკეთებს ეს კომისია ფაქტურად. ამჯერად კი რა შედეგები მოყვება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევას და რა გაუხმაურებელი დეტალები გასაჯაროვდება არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ მაშინ, როცა თავდაცვის უწყება დოკუმენტის საზოგადოებისთვის გათვალისწინებულ